ვიზუალმა არ დაგაბნიოთ. შაქრიანი დარიჩინი აქვს თავზე მოყრილი და ესეთ ფერზეა, მაგრამ გემო სხვა განზომილებაა. უყურეთ ბოლომდე და მიხვდებით. კვერცხს დავუმეტეთ შაქარი, გამნარი კარაქი და მონდომებით გატკვირვეთ. შემდეგ დავუმეტეთ რძე, გამაფხვიერებელი, სოდა, ვანილი და 2 წვეთი ლიმონის წვენი, რომ სოდა აამუშაოს. ბოლოს დავუმეტეთ ფქვილი და ისევ მონდომებით გადაურიეთ, რომ ყველაფერი გაიხსნას. ცომი ცოტა ხნით გადადეთ გვერდით, გათალეთ 2 ცალი ვაშლი, გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად. შემდეგ დაახუსმაცეთ ნიგოზი და დავუმეტეთ ვაშლს. შემდეგ დავუმეტეთ ქიშმიში და დააწურეთ ნახევარი ლიმონი. აი, სოდის გასააქტიურებლად რომ გამოვიყენეთ. დარიჩინი ამ ნაცვლს ერთ-ერთი მთავარი მშვენებაა. ამიტომ დარიჩინი და შაქარი აურიეთ, დავუმეტეთ ვაშლის მასას და კარგად ამოურიეთ. ყველაფერი ეს გადაიტანეთ ცომში და ისევ გადაურიეთ. ნაცვლის ფორმას წაუსვით 2 წვეთი ზეთი ან კარაქი და გადაიტანეთ მომზადებული ცომი. თავზე ისევ შაქრიანი დარიჩინი მოაყარეთ. ეს ნაწილი უმნიშვნელოვანესია. აწყვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე და შემდეგ 25 წუთი 170 გრადუსზე. თუ შეძლებთ, გააგრილეთ და შემდეგ მიირთვით გემრიელად. ჩაისთან ან ყავასთან ერთად.